კვლავ დიდებული საღამოა რუსთაველის პროსპექტზე, კვლავ საქართველოს გაერთიანებული გული და სული დგას ერთად მომავალი დიდი ქვეყნის გასაბწყინებლად, რომელიც წინ გველოდება. ერთი წლის წინ რეჟიმმა დაიმარხა საკუთარი თავი და დღეს ხალხი უხდის წლის თავს ამ რეჟიმს. საკუთარი თავი დაიმარხა იმ დონეზე, რომ არ გამოეყოფა ის შერცხვენილი სახე არც ქვეყნის შიგნით და არც მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი ხალხის ახალგაზრდობის უფროსი თაობის თავდადებულმა ბრძოლამ ტირანიასთან მოიტანა ის შედეგები, რომ დღეს ოლიგარქის რეჟიმი აუღიარებელ მდგომარეობაშია დემოკრატიული სამყაროდან, ქართველი ხალხისგან სანქცირებულია და ყოფნა არ ყოფნაზე აქვს საქმე. უпроსურად არ ყოფნაზე და ძალიან მალე მოხდება კვანძის გახსნა, როდესაც აიკრავენ ბუდა ნაბადს და კაბინეტებიდან გადაინაცვლებენ ხალხის ნებით საგამოძიებო იზოლატორში შემდგომი დიდი ეროვნული სასამართლოსთვის, რაც მათ ჩაიდინეს ქვეყნის წინაშე, როდესაც დაამყარეს ქვეყანაში ტირანული დიქტატურა, როდესაც გაავსეს ციხეები პოლიტიკური პატივრებით, არ დაინდეს ახალგაზრდობა, სასტიკად გაუსწორდნენ, განამტკიცეს პოლიციური რეჟიმი, დააკარგიეს საქართველოს მიღწეული წარმატებები, ევროპული განვითარების გზა, წაართვეს გეოპოლიტიკური ფუნქცია, რომელიც თუ ასე გაგრძელდა გადადის ზანგეზურზე და მეზობელ ქვეყნებში, მეტი რა უნდა დაეშავებინა შახაბას, აღა-მაჰმად ხანს, მურვანყრუს და ყველა ისტორიულ მტრებს ერთად აღებული. მეტი ამდენი არავის არაფერი არ დაუშავებია და ბოლოს ყველაფერი ეს დააგვირგვინეს იმით, რომ მკვიდრი ქართველი მოსახლეობა დავიდა ნახევარზე დაბლა პირველად 1000 წლეულებში, ხოლო საქართველოში მასობრივად დაიწყო არაბული ქალაქების და დასახლებების მშენებლობა, რაც უკვე პირდაპირი ნიშანია იმისა, რომ ხელისუფლებას აქ არ ვჭირდებით ჩვენ. ჩვენ თურმე არ ვჭირდებით და თურმე აქ უნდა ჩამოასახლოს მთელი აფრიკა, აზია. და ჩვენ კი ვეუბნებით მათ, რომ თქვენ არ გჭირდებით და ძალიან მალე თქვენი ადგილი იქნება ისტორიულ მოსავლეთში და აქ იქნება ის დემოკრატია, ის განვითარება, ის მომავალი, ის სინათლე, რასაც ჩვენი ეს გმირი, დაუმარცხებელი, ქედუხრელი ხალხი იმსახურებს და გამარჯვების ჟამი ახლოვდება, ის გარდაუვალია, ხელისუფლებისგან ნატამალი არ დარჩება, არც ისტორიაში, არც ხალხის მეხსიერებაში, ხოლო მოპარულს მილიარდებს, რაც აიღეს ჩვენგან, თეთრ დავაბრუნებიებთ. და არასოდეს საქართველოში ასეთი შავი ღამე აღარ დადგება. ამის გარანტია ქართველი ხალხი, ჩვენი საზოგადოება, ყველა ერის და ეროვნების წარმომადგენელი, რომელიც გავრილოვის ღამიდან 5-6 წლის წინათ დაწყებული ბრძოლიდან დღემდე დგას აი ეგ ბარიკადებზე უკან დაუხევლად და პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ხალხის განმათავისუფლებელ ბრძოლას ამდენი მეგობარი და მომხრე ყავს თქვენ სოფლიოში, დღეს მთელი დემოკრატიული სამყარო, მთავარი პოლუსები დედამიწისა ქართველი ხალხის მხარეზეა და ჩვენი ბრძოლით და ჩვენი მეგობრების ღვაწლით ძალიან მალე ეშმაკი იქნება მოგუდული და ბიძინავს გოდოლი დაინგრევა. გაუმარჯოს გამარჯვებულ საქართველოს.